გლობალური გამოწვევების ფონზე უპირველეს ყოვლისა ხაზგასმით უნდა აღვნიშნოთ მშვიდობის მნიშვნელობა, რომელიც ადამიანის უფლებათა დაცვისა და ხელშეწყობის ძირითადი წინაპირობაა. კონფლიქტები კვლავ ახდენს ზემოქმედებას ქალებსა და გოგონებზე, რომლებსაც ხშირად უწევთ ძალადობასთან, იძულებით გადაადგილებასა და ეკონომიკურ სიდუხჭირესთან გამკლავება. გლობალური მშვიდობისა და უსაფრთხოებისკენ სწრაფვას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს და ის ჩვენი საერთო პასუხისმგებლობაა. სამწუხაროდ, ჩემი ქვეყანა არ არის დაცული უსაფრთხოების კუთხით არსებული გამოწვევებისგან. როგორც ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოსა და სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს გადაწყვეტილებები ადასტურებს, რუსეთი კვლავ განაგრძობს საქართველოს, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების ოკუპაციას და ინარჩუნებს ეფექტურ კონტროლს ადგილზე, სადაც საერთაშორისო მონიტორინგის მექანიზმების არარსებობის პირობებში სიტუაცია კვლავ შემაშფოთებელია. აქვე ნებამომეცით ხაზგასმით აღვნიშნო, რომ საქართველოსთვის პრიორიტეტად რჩება ქალების მშვიდობისა და უსაფრთხოების დღის წესრიგის განხორციელება და შესაბამის ფორმატში ქალთა სრულფასოვანი მონაწილეობა. გარდა ამისა, საქართველო 2012 წლიდან რეგულარულად ამტკიცებს ეროვნულ სამოქმედო გეგმებს. ეკონომიკურ განვითარებას საკვანძო მნიშვნელობა აქვს, რადგან ის ქმნის რესურსებს, სამუშაო ადგილებს, სერვისებს, რაც ადამიანის უფლებათა რეალიზაციისთვის აუცილებელი წინაპირობაა. ეკონომიკური განვითარების კუთხით ბოლო წლებში საქართველო მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწია. ზედიზედ 10 წელია, რაც ბიზნესის კეთების სიმარტივის, საინვესტიციო მიმზიდველობისა და სამუშაო ადგილების შექმნის კუთხით საქართველო ერთ-ერთი ლიდერი ქვეყანაა, რომელიც ორიენტირებულია სამუშაო რესურსებისა და ინფრასტრუქტურის განვითარებაზე. მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადავდგით ასევე უფრო თანასწორი და ინკლუზიური საზოგადოების ჩამოყალიბების მიმართულებით. ქალთა და გოგონათა უფლებების სათანადო რეალიზებისადმი საქართველოს მხარდაჭერა აშკარაა. კერძოდ, როდესაც საქმე ეხება მეწარმე ქალთა ხელშეწყობას, ფინანსური დახმარების ინსტრუმენტებზე ქალთა მუდმივი წვდომის უზრუნველყოფასა და სახელმწიფო მხარდაჭერის პროგრამების შესახებ ცნობიერების ამაღლებას. გვიჯერა, რომ ძლიერი და განათლებული ქალები, რომლებსაც გააჩნიათ სათანადო ცოდნა, უნარები და თავდაჯერება, ხელს უწყობენ ოჯახების კეთილდღეობას და მომავალ თაობას. უკეთეს პერსპექტივას სთავაზობენ. შეუძლებელია თანასწორობის მიღწევა, ვიდრე თითოეული ქალი თავს არ იგრძნობს დაცულად. ქალთა და გოგონათა მიმართ ძალადობა რჩება მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე გავრცელებულ პრობლემად. საქართველო აქტიურად უმკლავდება ამ გამოწვევას საკანონმდებლო რეფორმების, ინსტიტუტების გაძლიერებისა და საერთაშორისო თანამშრომლობის გზით. ჩვენ გავაკეთეთ სტამბოლის კონვენციის რატიფიცირება და რეგულარულად ვახორციელებთ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლისა და მსხვერპლთა დაცვის სფეროში ეროვნულ სამოქმედო გეგმებს, მაგრამ ქალების მნიშვნელოვანი ნაწილი ჯერ კიდევ დუმს ძალადობის შესახებ. სწორედ ამიტომ ამ თემაზე ჩვენ უნდა ვისაუბროთ ხმამაღლა.